ისტორიული გადაგდება დონალდ ტრამპისგან. ვიდეო, რომელსაც სამგზავნილის ბოლოს დაგიტოვებთ, რეკომენდირებულია მოსმენისთვის. თხოვნა მაქსიმალურად გააზიაროთ ეს გზავნილი, დატოვოთ კომენტარებში თქვენი შეხედულებები, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს სიმართლე. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეს ოქროს ქანდაკება ჩაითვალოს ისტორიული გადაგდების სიმბოლოდ, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ამერიკის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ და მათ შორის ტრადიციულმა ამერიკამ, რომელიც თავგანწირულად იბრძოდა ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტებისთვის, არაფერი არ იცოდა იმის შესახებ, რომ ჩვენი ერთ დღეს ის გაიღვიძებდა და დილით კაპიტოლიუმის შენობის წინ და ხვდებოდა ეს ოქროს მონუმენტი ბიძია ტრამპის გამოსახულებით ბიტკოინ ხელში. რატომ აიც და მაინც ბიტკოინით და არა თუნდაც ოქროს მონეტით და 100 დოლარიანი კუპიურით. სამწუხაროა, რომ ჩვენი ადგილობრივი მედია საშუალებები სრულფასოვნად არ აშუქებდნენ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მის მიერ გაცემულ დაპირებებს და მთავარი აქცენტი კეთდებოდა უკრაინაში ომის დასრულებაზე, რომელსაც ამდრომდე ტრამპმა თავი ვერ მოაბა, რაც შეეხება იმ მთავარ დაპირებებს, რომელიც ტრადიციულ ამერიკას უკრაინის ომზე მეტად აწუხებდა. ამ მომენტისთვის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გადასულია შეუსრულებელი დაპირებების კატეგორიაში. პირველი ეს არის ეპშტეინის სიასთან დაკავშირებული ფიგურანტების ვინაობის გასაჯაროება, რადგან ქრისტიანულ ამერიკაში დიდი ხნის განმავლობაში მუსირებდა აზრი იმის შესახებ, რომ ქვეყანა ხელში ჩაგდებული ჰქონდათ სტაჟიან პედოფილებს. ტრამპმა არათუ არ გაასაჯაროვა ესია, არამედ კატეგორიული უარი განაცხადა და ეს იყო პირველი შოკი, რომელიც ქრისტიანულმა ამერიკამ მიიღო თავისი რჩეული პრეზიდენტისგან და მეორე ყველაზე მთავარი. ტრამპი დაპირდა თავის ამომრჩეველს, რომ ის ჩააგდებდა Deep State-ის მთავარ გეგმას CBDC პროექტს და მას დაუპირისპირებდა ანტი-CBDC პროექტს. მოგახსენებთ, რომ CBDC ეს არის ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტა, როდესაც ცენტრალურ ბანკებს ეროვნული ვალუტები გადაყავთ ვირტუალურ რეჟიმზე, რაც გლობალისტებს აძლევს საშუალებას სამყარო ნაღდიდან გადაიყვანონ უნაღდო რელსებზე და გადააქციონ ადამიანები ციფრული მევახშის ალგორითმის მწევლად, სადაც ეჭვქვეშ დგება ყველა ფუნდამენტური უფლება ადამიანის, უფლება მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობაზე, უფლება კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაზე, უფლება მატერიალურ სუვერენიტეტსა და მოქმედების თავისუფლებაზე, იმიტომ რომ როდესაც მატერიალური სუვერენიტეტი იკვეცება შესაბამისად, იზღუდება მოქმედების თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის თანამებრძოლებმა, ქრისტიანმა კონგრესმენებმა კბილებით გაიტანეს კონგრესში ანტი-CBDC კანონი და ეს დაუჯდა ტრამპთან რამოდენიმე საათიანი ჭიდაობის ფასად, კონგრესმა ეს კანონი დაამტკიცა, მაგრამ უკვე რამოდენიმე თვეა ის გაჩხერილია სენატში და გაჩხერილია საკომიტეტო მოსმენების დონეზე და უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას და ცხადი ხდება, რომ ეს ვეღარ გაცდება ამ დებატების დონეს და ისევ შებრუნდება კონგრესში. სამაგიეროდ კანონი ჯენიუსი, რომელიც stable coin-ებისთვის სისტემატიზირებული ბაზის შექმნას გულისხმობს, ეს არის ფაქტიურად ფუნდამენტის ჩაყრა ციფრული გულაგისთვის, მან მოიპოვა ორპალატიანი მხარდაჭერა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გადაეცა ხელმოსაწერად პრეზიდენტს და ვხედავთ, როგორ აწერს ამ დოკუმენტს ხელს დონალდ ტრამპი პომპეზური ტექსტის თანხლებით, რომ ციფრულ ეპოქაში ამერიკის შეერთებული შტატები ხდება კრიპტო ინდუსტრიის მწარმოებელი მთავარი ცენტრი, ციფრული სახელმწიფო, ციფრული თავისუფლების სახელმწიფო, რაც მორიგი ბლეფი და დაგებული მახეა ცელქი ჯოკერისგან და ყველაფერი ეს ისევ და ისევ მიდის უვერაგეს CBDC სისტემასთან. ახლა გიტოვებთ ამ ვიდეოს, რომელსაც შეკვირდით, რესპონდენტი გახავთ ქრისტიანი კონგრესმენი ქალი, ანტი-CBDC კანონის ერთ-ერთი თანაავტორი მარჯორი ტეილორ გრინი და თქვენ ნახავთ, როგორი იმედგაცრუება და დაბნეულობა სუფევს ტრამპის მხარდამჭერთა რიგებში. Я запутался в отношении закона Genius Act. Я полагал, что президент заключил это соглашение, предоставляя гарантии, что в нем будет пункт, исключающий возможность введения CBDC, чтобы не было никакой возможности в обход ввести это. Так где же мы сейчас? Однако прямо сейчас то, за что сегодня голосует Конгресс, это полная подготовка, фундамент и вся инфраструктура, закладываемая для перехода от наличных к цифровой валюте. И вот чего не происходит сегодня. Не происходит запрета цифровой валюты Центрального банка, а это значит возможность для правительства получить контроль над вашим цифровым банковским счетом, где находятся все ваши деньги, и отключить его. Именно поэтому я так возмущена, и об этом никто не говорит. Стив, я была единственным голосом против на предварительном голосовании прошлой ночью, и Конгресс установил рекорд.
самое долгое процедурное голосование в истории. Оно завершилось около полуночи, когда было достигнуто соглашение. Но оно не будет выполнено. Это было соглашение, которое заключил спикер Джонсон. Он пообещал внести пункт о запрете цифровой валюты Центробанка в NDAA. Но позвольте сказать, в Сенате это будет вычеркнуто, потому что всю неделю нам говорили, что у Сената нет голосов, чтобы провести запрет на цифровую валюту Центрального банка. Поэтому я хотела изложить это для вас всех. Вы никогда не думали, что при вашей жизни правительство сможет закрыть вас, ваши церкви, ваши школы, ваш бизнес. А ведь это произошло всего несколько лет назад. Но то, что происходит сегодня, это закладывание фундамента, и все это под именем криптовалюты и стейблкоина. Но на деле это полный регуляторный процесс, чтобы перевести нас от наличных к безналичному обществу, к цифровой валюте, которую сможет контролировать федеральное правительство. И не будет никакого запрета на цифровую валюту Центрального банка. Не будет никакой возможности защитить вашу способность полностью контролировать свою цифровую валюту в будущем. И сегодня я голосую против. Я не знаю, будут ли еще голоса против с республиканской стороны, но я голосую против, потому что я христианка, я читала Библию и верю в то, что написано в Откровении 13, 16, 17, и я просто не могу голосовать за систему будущего, которая это сделает.